მე მთლიანად აი ამ ჯაჭვის გაანალიზება შეუძლებელს ხდის ადამიანებისთვის. შენ თუ ეს იცი, მე უკვე გაინტერესებს რა, ანუ შენი ფული სად წავიდა. მაგრამ შენ თუ წარმოდგენა არ აქვს, თან მეორე კიდე მექანიზმი რა არის, რომ შენ ხომ გქონდეს იმის იმედი, რომ ციცოდე. შენ ხომ გქონდეს იმის იმედი, რომ შენ გაგაჩნია რაიმე შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინო ამაზე. ანუ ამას ჭირდება უკვე პოლიტიკური ცხოვრება. აი მაგალითად, რასაც ჩვენ სტუდიაში და თქვა ზოგადად ამ ტელევიზიაში ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ და ვკამათობთ არის ის, რომ როდესაც პოლიტიკური ცხოვრება კვდება, ან პოლიტიკური ცხოვრებას აზრი არ გააჩნია. მე ეს როგორც აი თევზი თავიდან ყროლდება, ესე გადადის ყველა სფეროზე. მე უკვე აზრი აღარ აქვს, რომ მაგალითად ჯანდაცვაზე სპეციფიურად ილაპარაკო, იმიტომ რომ ლაპარაკის სურვილიც არავის არ აქვს რა. და მე კიდე უფრო უარესი პრობლემები მოდის, რა და აი წარმოიდგინე რომ ეს პრობლემები იწვევს იმას, რომ თვითონ ჯანდაცვის სექტორი სრულიად коррумპირებული ხდება. ანუ აი აი ზუსტად მაგაზე მინდოდა გადასვლა ახლა რა. ხო, სხვა მექანიზმები შემოდის, რომელიც უკვე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს უშუალოდ უნდა განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა, მათი ეთმობა ჯანდაცვაში რაღაცა საქმიანობა, პაციენტების მომსახურებაზე და შემდეგ ისინი არიან იმ ადამიანებსაც, მაგალითად ექიმებსაც ფაქტობრივად ძალიან ბევრი კანონის დარღვევის უწევთ რა, იმის გამო რომ რა ვიცი, ხელფასი აიღონ, იმის გამო რომ მათი კომპანიების ავადმყოფოები არ გაკოტრდეს და ზუსტად ეს დანაშაულები, რომელიც ბუნებრივად მოყვება რა, ანუ ეს არც საქართველოს უნიკალური შემთხვევა, ზუსტად იგივე ხდება Medicaid-ში, ამერიკაში, რომ რაღაცა დიაგნოზებს აყალბებენ, ჩვენს დიაგნოზებს ვაყალბებთ და მე როგორ წარმოგიდგენია ექიმა, რომელმაც რაღაცა საღამოთი დაწერა ყალბი დიაგნოზი, რომ მეტი ფული გამოეწოვა ბიუჯეტიდან, მე მოვა რაღაცა ეთერში შენთან გადაცემაში და დაგიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ როგორც უნდა არის მოწყობილი მისი ჯანდაცვა, ხო წარმოუდგენელია ეს ამბავი და მაგიტომაც არის გაჩვენებული ყველა და ჩვენ რომელიც ახლა გია ეკონომისტია, მე რაღაცა სკოლის ისავარ და ჩვენ გვიწევს რაღაც ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ირიბად შეიძლება რაღაცა გვესმის, იმიტომ რომ მე როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიყავი, გიას უბრალოდ დაინტერესდა ეს სფერო და თქვა შეისწავლა, შენ უბრალოდ როგორც მომხმარებელი შეიძლება ესე გაღელვებს. ჩვენნაირ ადამიანებს გააქვს ეს თქვა შანსი ამაზე, რომ საჯაროდ ილაპარაკოს და თან ასევე ჩვენ ვიცით, რომ ამ იმაზე რა გავლენას მოვახდეთ, თუნდაც ჩვენმა საუბარმა, მაგრამ ზოგადად სიმართლე არავის აღარ აინტერესებს, როცა პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, აი ესეთი სისტემები ესე რაღაც იმაში კომფორტშია რა, რაღაცნაირად კორუფციული სისტემები ჩაკეტილი არავინ არ აწუხებს. სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს, რომელსაც ესეთი რაღაცები დააინტერესებს, ან კორუფციაზე ილაპარაკებს, ან მორალზე ილაპარაკებს. რავი, ეკლესია არ ერთვება ესეთ საკითხებში, რომელმაც უნდა ამბობდეს, რომ ხალხო ეგრე არ შეიძლება, რაღაცა ამორალურია, ამის გაკეთება არ მოსულა. თუნდაც ის გამოვლინებები სხვა ამორალურია, რომელიც ამ სისტემას მოყვება და არავის არ აინტერესებს რა. და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ აი პრობლემა ვერასოდეს ვერ გამოსწორდება იმის გამო, რომ ის არ ირჩევა.